საღამო მშვიდობის უყურებთ ქრონიკას 20 საათზე ხატია ქვათაძესთან. ფასების კლების პირველ ეტაპს მთავრობა აპრილიდან ელის საპარლამენტო კომისია პირველ სხდომას ხუთშაბათს გამართავს. პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რაც ითვალისწინებს სიახლე. ქრონიკის კითხვა 9 ქვეყნის საელჩოებს და ერთადერთი ზოგადი განმარტება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან, ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად ესტონეთში რეგისტრირებულ ქართულ არასამთავრობოებს. როგორ იქცა გამჭვირვალობა უცხოელ დონორთა პრობლემად უარი დაფინანსებაზე ფინანსური გამჭვირვალობის მიზეზით. ქართულ ოცნებას არარსებული პრობლემების ძიება არ აშინებს უმრავლესობის ლიდერის მიმართვა მოსკოვის მექანიზმის ინიციატორებს და პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში. 24 საათში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია და ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავებულია ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი, 15 ბრალი წარედგინა. მშვიდობის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის და საქართველოს მონაპოვარი. პრემიერ-მინისტრის გზავნილები მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებმა მოისმინეს. ირაკლი კობახიძემ გლობალური გამოწვევების ფონზე ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თანამშრომლობისკენ მოუწოდა მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ ნიდო არღვლიანი დუბაიდან ისაუბრებს. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მსოფლიოს მდგრადი ვაჭრობა და საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება, ამ გზას კი შუა დერეფნამდე მივყავართ. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა არა მხოლოდ არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე, არამედ გამოსავლის გზებზეც და 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა, რომელიც აჩვენებს, რომ მშვიდობას აქვს პროგნოზირებადობა, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური პარამეტრები იყო მთავარი საკითხი, რაზეც დღეს პრემიერმა ყველა შეხვედრაზე ილაპარაკა. მან უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად მოიწვია. დღეშვენ დუბაიში ისე დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიოს კომერციული მარშრუტები არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება. გეოპოლიტიკური რეალობა, საერთაშორისო ვაჭრობა, ეკონომიკური სტაბილურობა, მიწოდების ჯაჭვი და საქართველოს კონტინენტებს შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლი. მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრის სიტყვა ვრცელი იყო, რომელმაც თავდაპირველად იმის შესახებ ილაპარაკა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ვაჭრობა ჩამოშლის პირამდე მიიყვანა, ხოლო წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო პოლარიზებულ გარემოში მოექცა. ტარიფები, სანქციები, სტრატეგიული გამიჯვნები, როგორ აზარალებს კომერციულ ურთიერთობებს. ამის გარდა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი ტრიბუნიდან სამიტის სტუმრებს გლობალური შოკების დასაძლევად კონკრეტული წინადადებები გააცნო. მსოფლიოს არანაკლები ვაჭრობა, უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა, მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება. ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის აუცილებელი პირობაა. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ევროპასთან, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს. სტაბილურ საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს. საქართველოს, რომელიც არაერთ ქვეყანას აკავშირებს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს, ბიზნეს ლიდერებს ითანამშრომლონ, რათა სწრაფი მიწოდების ჯაჭვები შეიქმნას. ამ მოწოდების პარალელურად პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ამ გზაზე ახორციელებს. მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები, რკინიგზა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ყველაფერი ერთად მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რომელსაც საქართველოს რთული გამოწვევების ფონზე ახერხებს. ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთან ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო, რეაგირება მოეხდინა საქართველოს ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.
დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავდით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის. ევროკომისიის საერთო ინტერესების პროექტად შერჩეული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივის მიზანია ევროპის ელექტროსისტემებთან საქართველოს დაკავშირება და ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო ჰაბად ქვეყნის პოზიციონირება. ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია, ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად. მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია. ჩვენი ინსტიტუციური მუშაობა ამგვარ გახსნილობას ასახავს. მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო 4-ში. ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ მე-4. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთაშორისო ეკონომიკური სტაბილურობისთვის. მთავრობა თასამიძე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც მთავარი თემა ინვესტიციების მომავალი იყო. საქართველო როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ევროპაში და ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიო ათეულში. პრემიერ-მინისტრმა მაგიდის წევრებს ის მიზეზები გააცნო, რის გამოც ქვეყანა ეკონომიკურ მდგრადობას, სტაბილურობას და მიზიდულობას აჩვენებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ მაჩვენებლებით ვიმსჯერებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს. პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია. რეგიონში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე ნამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა. სწორი გარემო შექმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს. შეხვედრას უმსხვილესი ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებიც ინვესტიციებით პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მოიწვია. მანამდე კი უთხრა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს. ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 8 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. საქართველოსა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალ დაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა მზისა და ქარის ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას.
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მთავრობის წევრებთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფება. ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყანაში არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ზომით პატარა ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. ეს დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება. ამდენად საქართველო არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ფართო გაგებით რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობა კი ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდეობას, რასაც მოხვება ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის კეთილდღეობისთვის. პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე პირისპირ შეხვედრა გამართა, მათ შორის ირაკლი კობახიძე ბოტსვანის რესპუბლიკის პრეზიდენტ შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი იყო. მართლ პარტიას ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი დაბრკოლებად არ ესახება. უმრავლესობის ლიდერი პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გცეული ინსტრუმენტის ამოქმედების ინიციატორებს მიმართავს. ირაკლი კირცხალიას განცხადება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვისმინეთ. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა გზავნილები იმ უსამართლო მიდგომებს ეხებოდა, რასაც საქართველოსთან მიმართებით ბოლო წლებია ასე ხშირად იყენებენ. პოლიტიკური განცხადებები სოფო ბერიძის სიუჟეტში. ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. თბილისი ეუთოს მექანიზმს ევრობიუროკრატიის ხელში პოლიტიკური ოპონენტების დასჯის ინსტრუმენტად განიხილავს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არარსებული პრობლემების ძიების მცდელობა არ აშინებს. ირაკლი კირცხალია ამ მექანიზმის ინიციატორ ქვეყანას შვედეთს მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც სტოკჰოლმის შეშფოთების საგანია, რეალურად საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. ასევე გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში თქვენგან განსხვავებით. ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ობიექტური მოცემულობის უარყოფას მხოლოდ შვედეთისგან არ ვხედავთ. საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი უკვე ტრადიციულ მიდგომად იქცა. თუ ცოტა ხნის წინ თბილისის ევროპელი ლიდერები ჩინეთთან ურთიერთობების განვითარების გამო ერთმანეთის მიყოლებით აკრიტიკებდნენ, ბოლო 2 თვეა პეკინის აეროპორტი ევროპელთა ბორტის მიღებას ვერ აუდის. ორმაგი სტანდარტი თავს იჩენს დიდ ძალებს შორის დაპირისპირების ფონზეც, როცა სხვა ქვეყნების შემთხვევაში ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას პრაგმატიზმი, საქართველოს შემთხვევაში კი ევროპული გზიდან გადახვევა ჰქვია. 4 წელია ჩვენი ქვეყანა უსაფუძვლო მიდგომების ადრესატია. გავიდა 4 წელი და ხო გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულმა პასუხისგებლიანმა პოლიტიკამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ნაკუწებად დაშლას. ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს. ჩვენ თავარია, რომ გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი. ეს არის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება. და სწორედ ასე შევძლებთ ერთობით სამშვიდობოს გასვლას. რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რომ იყოთ ხარის პოზაში. ჩვენ არ მეგობრობთ არც ერთ სახელმწიფოსთან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მეგობრობთ სახელმწიფოებთან ჩვენი ინტერესების გასატარებლად. ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს ემსახურება საჯარო სფეროდან რადიკალების ძალისხმევით გამქრალი დებატების დაბრუნებაც. ირაკლი კობახიძის ინიციატივამ ოპოზიციის რეალურ სახეს ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოხსნა. იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკრის მოლეკულასავით დედაპარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედია საშუალების შემოთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობის გამოთქმა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობის უკან წაღება ძალიან კარგი მაგალითია. ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. გახარიას გუნდიდან ნინო წილოსანისთვის მწვავე პასუხის დაბრუნება გიორგი შარაშიძემ ჩაიფიქრა, თუმცა საპირისპირო სურათი ვნახეთ. მაშინ როცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყნიდან გაქცეული საკუთარი ლიდერი ქართულ ოცნებაზე გამარჯვებულად გამოაცხადა. ბატონი გიორგი გახარიას ქალბატონი თია წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ. მე მიხვდებით როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენ სავე მოედანზე გიორგი გახარია მთელი საქართველოს გასაგონად
თქვა სიმართლე. სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა როგორც იქნა. მოითხოვა ჩვენგან რომ მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანხლებით. დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. მე არ მაქვს ჩემ თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებით და ასე ვთქვათ არ ვისვრი. ბოლოს იმდენი ვქენით დებატის შედეგი დადგა რომ გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი არ ვიცი. ეხლა ბატონ გახარიას რაც შეეხება, წუთში 5ჯერ და 6ჯერო ჩვენებას სულიდა. ჩორჩანას თემასთან დაკავშირებით. იქ 10ჯერო აქვს პირდაპირ ეთერში გამეორებული რომ რეზინის ტყუებზეო ბრძანება მე გავეციო. როგორ არ გწხვენიათ მაგ კომისიაზე ბინძურად პოლიციელებს რო შეაწმინდა ხელი. და თქვენ თუ გონიათ რომ აქ ოპოზიციაში ხართ და ტყუილების უფლებას მოგცემთ, აბსოლუტურად არაფერს არ გაგიტარებთ. შესწავლები თანთან მატულობს და ხალხის ძალის მეტი სიმართლის აუცილებლობა კვლავ დგება. ეს ასევე დასტურდება პრემიერის შემოთავაზებითაც, რომ ოპონირებისთვის დებატები აუცილებელია. როგორც ჩანს, მეტი სიმართლის საჭიროება მანაც დაინახა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვცდილობდით ნაკლები საჯაროობით გუნდის შიგნით გვესაუბრა, რამაც თანდათან აზრი დაკარგა. პოლიტიკაში ღიაობა ინსტრუმენტია, რასაც ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ. იგი ალბათობით რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთ-ევროპის ღია საომარ დაპირისპირებად ჩამოყალიბდება. ევროპისაგან თავად ამერიკის შეერთებული შტატების დისტანციით, ამიტომ ჩვენს დროულად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცალოთ საფრთხეს. გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, მაგრამ პრობლემად რჩება. დღეიდან პოლიტიკურ განცხადებებს პარლამენტში ხშირად მოვისმენთ. საგაზაფხულო სესია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. სურსათის მედიკამენტების და საწვავის ფასების შემცირება პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მსჯელობას კანონმდებლები ხუთშაბათს დაიწყებენ. საპარლამენტომდე იყო სამთავრობო კომისია და შეხვედრების შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ხელისუფლება პირველ შედეგებს უკვე აპრილიდან ელის. მაკუნა აბულაძის სიუჟეტი. 88 მომხრენული წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია. პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას იწყებს. საპარლამენტო ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთად ქცეული მაღალი ფასების რეგულირება და ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით ხელშესახები შედეგების მიღწევა რეალისტურია. ამ მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ სკეპტიციზმი იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავის დროზე სწორედ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული, ირაკლი კირცხალიასთვის პოლიტიკური ნონსენსია. ჩვენ ვიყავით მკაფიო, როგორც სამთავრობო გუნდი, ასევე საკანონმდებლო გუნდი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით და ამ ყველაფრის გამოსწორებისკენ ვიფიქრებთ და გამოსწორების გზებისკენ და გადაჭრის და საკითხის გადაჭრის გზებისკენ ვიფიქრებთ მხოლოდ ბიზნესთან ერთად და ბიზნესის ჩართულობით. და ვისმენდით რაღაც კომენტარებს და ვისმენდით ვისგან კოლექტიური ნაცმოძრაობისგან. და მართლაც რომ ნიშანდობლივია საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც მოვისმინეთ ის უამრავი ფაქტი იმ განადგურებული ოჯახების და ბიზნესის შემდეგ აი ამ ყველაფრის ლობისტები თავის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თურმე როგორ სპეკულაციურად უდგებოდნენ ამ ყველაფერს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ დროებითი კომისიის მუშაობის შემდეგ საზოგადოება დაინახავს, რომ სივრცე ფასების რეგულირებისთვის არსებობს. მთავარია სწორი და ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც კერძო სექტორთან, ისე მომხმარებლებთან. გახარიას პარტიის წევრები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ამბობენ, რომ აქვთ ალტერნატიული ინიციატივები. ჩვენ მივიღებთ კომისიაში მონაწილეობას, შესაბამისად, აქ მთავარია რამდენად შედეგობრივი და ასე ვთქვათ რეალური შედეგის მომტანი იქნება და რამდენად რეალურად მიიღებს ეფექტურ შედეგს ჩვენი მოქალაქეები. არსებობს სივრცე და შესაძლებლობები ფასების რეგულაციებთან დაკავშირებით. ეს იქნება პროდუქტები თუ მედიკამენტები. დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც 2-3 თვის თავზე უკვე ეფექტურ სურათს ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას. მომდევნო 3 თვის განმავლობაში შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებით, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით მმართველი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ დაადგენს რა იწვევს 2ჯერ, 3ჯერ და 10ჯერ მეტ ფასნამაც საქართველოში. საჭიროების შემთხვევაში საპარლამენტო კომისია დაეხმარება ბიზნესს, ხელშეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, გადაცდომების შემთხვევაში კი პროცესში საგამოძიებო უწყებების ჩართულობას მოითხოვს. ჯამში აპრილში მოსახლეობისთვის ფასების კლების პირველი ეტაპი დაიწყება. სექტორში სტრუქტურული პრობლემაა და ჩვენი მიზანი არის, რომ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, მოусმინოთ მათ,
წარმოების თითოეულ გოლში და მოვეხმაროთ ბიზნესს, რომ ბიზნესი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, სექტორი გაჯასახდეს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ბიზნეს კონკურენციის გაზრდაზე, ბაზრის განჯასაღებაზე და თავისთავად ყოველივე ეს აისახება სამომხმარებლო ფასების კლებაზე. სახელმწიფოს პოზიტიური როლი არის, რომ ამ პროცესში ასევე პოზიტიურად ჩაერიოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესთან ერთად ყველა ამ ფას ფორმირების ეტაპის გავლის შემდგომ ერთად მოვიფიქრებთ, როგორ შეიძლება რომ ფასების კლებას მივაღწიოთ, თან ისე რომ დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და რა თქმა უნდა ამოსავალი წერტილი თავისთავად მომხმარებლების ინტერესებია. თუ დასახმარებელია ბიზნესზე დავეხმარებით, ეს კანონმდებლობით იქნება თუ სხვა კუთხით, თუ კარტერული გარიგება არის ან რამე ამას გამოიძიებს ის სამსახურები, რომელსაც ეს ეხება, თუ კიდე სხვა საკითხია, იმასაც შევისწავლეთ და ვნახავთ ეს საკითხი როგორ შეიძლება მოგვარდეს. რეგლამენტის მიხედვით ხვალ საპროცედურო კომიტეტზე განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა 14 დეპუტატისგან შემდგარი. დროებითი კომისია კი მუშაობას ოფიციალურად დაიწყებს. პარლამენტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. მაგალითად, ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას მოსწავლეების სკოლის ბაზაზევე შეძლებენ. ზუსტდება ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო. საკანონმდებლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან კონსულტაციები ორი უმაღლესის გაერთიანების თაობაზე. უწყებაში ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლობენ. რატი მეტრეველი გვერდება პირდაპირ ეთერში. განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან დიალოგს განაგრძობს. ამ წუთებში მინისტრის მოადგილე ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს. საუბრის თემა კი კვლავ არის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. სახელმწიფოს მიზანია, რომ ორი უნივერსიტეტის რესურსების გაერთიანებით შექმნას ისეთი ლიდერი უნივერსიტეტი საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც იქნება მოწინავე როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებებით და ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ხშირად ქართველი სტუდენტები სხვა ქვეყნებში ეძებენ, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს საკუთარ ქვეყანაში, თუმცა მანამდე საჭიროა მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა და სწორედ ამას ემსახურება დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკური უნივერსიტეტის და ამასთან განათლების სამინისტროს ჩართულობით. ამის პარალელურად კი გრძელდება მუშაობა რეფორმაზე მუშაობას აქტიურად შეუდგა პარლამენტი. დღეს საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს. რეფორმის თანახმად საგანმანათლებლო სექტორს ბევრი სიახლე ელის. პარლამენტმა განათლების რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. საპარლამენტო განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს სასკოლო საფეხურზე დაგეგმილი სიახლეები წარმოადგენდა. მოგიხსენებათ, რომ 6 წელი გახდება მინიმალური ასაკოვანი ზღვარი, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება გახდება სავალდებულო. სახელმწიფოს გრიფირების მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოს. მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ვაზუსტებთ, რომ მასწავლებელს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს. რეფორმის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიც. აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს ვამატებთ პროფესორის ახალ კატეგორიას, ეგრეთ წოდებული წამყვანი პროფესორის, ანუ ლიდ პროფესორის თანამდებობას. საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს ჩავანაცვლებთ 3+1 მოდელის პრინციპით. ვაზუსტებთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლს, რომელიც ეხლაც არსებობს და გულისხმობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებს. იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ვერ მოხდება შესაბამისი პროგრამა და შესაბამისად შეიზღუდება ამ ნაწილში, ჩვენ მილევად რეჟიმში ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ აღნიშნული პროგრამები. განათლების სისტემაში დაგეგმილ არაერთ სიახლეს საერთო მიზანი აქვს. ყველა საფეხურზე ქართული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უმაღლეს სასწავლებლებში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამისთვის მე-11 კლასში იხსნება ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, სადაც აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ მოემზადებიან. გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი უფასოდ ისწავლიან სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, რომლის დაფინანსებასაც მთავრობა სრულად საკუთარ თავზე იღებს.
ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ გახარიას პარტია აღმოჩნდა, რომლებიც რეფორმას არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ. ახლა საბოლოოდ ძირს უთხრით, აუქმებთ და ანგრევთ იმას, რის შენებასაც მოუნდა ივანე ჯავახიშვილი წინა საუკუნის დასაწყისიდან. მძიმე გამოწვევების მოგვარების ნაცვლად განათლების სისტემის ნაჯახით დაჩახვა განიზრახეთ. დღეს ჩვენ ვიხილეთ წმინდა წყლის პოლიტიკური მანიპულაციები და ინსტრუმენტალიზაცია იმ რეფორმის, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი შვილიშვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვისმენთ იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც თავს არიდებს საგნობრივ განხილვას. ეს არის არა პოპულისტური, არამედ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული რეფორმა. რა არ მოგწონთ? ერთიანი სახელმძღვანელოები არ მოგწონთ? ის რომ მე-12 კლასში ბავშვები ტყუილად დადიოდნენ და ყველა ამას ამბობდა და ჩვენ რო ეხლა ეს უნდა შევწოლოთ, ეგ არ მოგწონთ? თუ უფასო განათლება არ მოგწონთ უმაღლეს განათლებაში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, აი ამას ემსახურება ჩვენი რეფორმა და არა იმას, რომ რაღაცა საბაბად გამოიყენოთ და ესე წამოძახების პრინციპით ჭკუა გვასწავლოთ. საგანმანათლებლო სექტორისთვის შემუშავებულ სიახლეებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების რეფორმა სულ მალე ოფიციალურად კანონის სახეს მიიღებს. როგორც ნახეთ, გრძელდება მთავრობასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დიალოგი გაერთიანებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტების შერწყმა ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს, პირობებს კი გააუმჯობესებს, რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი მათ უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული პრობლემები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში. რეფორმა, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას მოიცავს, სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პოზიტიური ცვლილებები შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამ დაზიანებულ ინფრასტრუქტურასაც, რათა ის პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს. უნივერსიტეტში ცალკეულ აუდიტორიებში პირობები გაუმჯობესებულია. რეფორმის შედეგად კი ასეთი სივრცეების რაოდენობა გაიზრდება და სასწავლებელს სრულად მოიცავს. ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები გაერთიანების პროცესის სირთულეზე ლაპარაკობენ და აქვე აცხადებენ, რომ რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია საუბარი და შეხვედრები. როგორც ხდება რა, ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება, მისი წინა პერიოდები, მოსამზადებელი სამუშაოები ალბათ თუ იქნება მსგავსი, ალბათ დარწმუნდებიან, რომ ან მისაღებია, ან არ არის მისაღები. ამ ეტაპზე თავისთავად ცხადია მიმდინარეობს შეხვედრები, პროცესი დაძრულია და ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებები იქნება. დღეს ძალიან რთული და ძნელია რაიმე კონკრეტულ რეცეპტზე იყოს საუბარი ჩვენგან. რეფორმაზე საუბრისას უნივერსიტეტში აქცენტს აკეთებენ იმ ფაკულტეტებზე, რომელთა როლი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანია. აცხადებენ, რომ დაანონსებული რეფორმის პროცესი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. პროგრამები ეს განსაკუთრებული ის არის, იცით, ხერხემალია ჩვენი ორივე უნივერსიტეტის არსებობის. და ესე იოლად ეს ორი პროგრამა, ორი უმაღლესი განათლების, სხვადასხვა მიმართულების მქონე უმაღლესი განათლების პროგრამები ესე ადვილად ვერ შეერთდება. იმიტომ რომ შეუძლებელი არის ამის გაკეთება? არა, შეუძლებელი არ არის, სწორედ ამიტომ ვიძახით, რომ ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება შეხვედრა. საერთაშორისო პრაქტიკაზე აკეთებენ აქცენტს მმართველ გუნდში. რეფორმის შედეგად სასწავლებელს უნდა ჰქონდეს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში. ასევე დაგეგმილი რეფორმა გააუმჯობესებს როგორც სტუდენტების, ისე ლექტორების პირობებს. სოფლიოს რეიტინგები საუკეთესო უნივერსიტეტებით დგება სხვადასხვა კრიტერიუმებით და მათ შორის არის როგორც ხარისხი, ინფრასტრუქტურა, პუბლიკაციები და ასე შემდეგ. ამ რეიტინგში დღეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები 400-ში არ არის და ამ რეფორმის შედეგად იქნება ასევე ის, რომ
ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები დაიმკვიდრებენ რეპუტაციულ ადგილს საერთაშორისო რეიტინგებში. ხედავთ რა მდგომარეობა აქვს თუნდაც ინფრასტრუქტურულად იგივე ტექნიკურ უნივერსიტეტს და ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება მოხდება. მაგალითად, ფინეთში, აალტეს უნივერსიტეტში მოხდა ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის და დიზაინის უნივერსიტეტის გაერთიანება და ამ გაერთიანების შედეგად მათ პირველივე წლებში 109 ადგილზე გადაინაცვლეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო მაგალითად პარის საკლერის გაერთიანების პროცესი, რომელიც დღეს განათლების მიმწოდებლებს, ასე ვთქვათ, მითითებებს აძლევს. უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან განათლების სამინისტრო კომუნიკაციას განაგრძობს. რეფორმის შედეგად კი ქვეყანაში ჩამოყალიბდება ფლაგმანი უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის პირობებს შესთავაზებს. 9 საელჩოსთვის გაგზავნილი კითხვის პასუხად ქრონიკამ მხოლოდ ერთი და ზოგადი განმარტება მიიღო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. ჩვენი ინტერესი ეხებოდა ესტონეთში რეგისტრირებული და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. უზრუნველყოფს მათ ამის გარკვევა დანიიდან გამოგზავნილ პასუხსა და მითითებულზე შეუძლებელია. ნინი გოგიშვილია პირდაპირ ეთერში. დანიის გარდა კონკრეტული კითხვით რამდენიმე ქვეყნის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიუმართეთ. ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი. ჩამოთვლილი ქვეყნების საელჩოები უკვე 5 დღეა დუმან. გაუციათ თუ არა მათ ან მათი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს გრანტები ესტონეთში გადარეგისტრირებულებისთვის. უკვე 5 დღიანი დუმილი მოწმობს, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ. კანონის გვერდის ავლის მიზნით შემუშავებული სქემის ფონზე უპასუხობა უფრო მეტ ეჩვსბადებს. გამონაკლისია დანია, თუმცა ამ შემთხვევაში მათმა შაბლონურმა პასუხმაც დამატებითი კითხვები გააჩინა. ბუნდოვანი პასუხი, რომელიც მთავარ კითხვას არ პასუხობს, ასე ერთი წინადადებით შეიძლება შეფასდეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი ქრონიკის მიერ დასმულ კითხვაზე. სამინისტროს არ სურს გაამხილოს განაგრძობენ თუ არა დანიის მთავრობა და ამავე ქვეყნის დონორები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოდან ესტონეთში ქართული კანონის გვერდის ავლის მიზნით გადარეგისტრირდნენ. კითხვა მარტივია, მაგრამ არა მათთვის, ვინც ამ სქემის მონაწილეა. დანიის საქართველოსთან თანამშრომლობა ეფუძნება შეთანხმებულ ორმხრივ ჩარჩოებს, მათ შორის 2023 წელს ხელმოწერილ ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს. დანიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეტალები გამოქვეყნებულია ოფიციალურ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მონაცემებს გამჭვირვალობის საერთაშორისო დაღიარებული სტანდარტების შესაბამისად. სამინისტრომდე კითხვა დანიის საელჩოს გავუგზავნეთ. უკვე სამინისტროსთან გადამისამართების შემდეგ პასუხს 3 დღე ველოდით. მეტი დამაჯერებლობისთვის შაბლონურ პოზიციას გვერდი დაურთეს და ამტკიცებენ, რომ პასუხების პოვნა აქ შეგვიძლია. თუმცა ისევე შეუძლებელია ამ გვერდზე გაცემული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება, როგორც შეუძლებელია იფიქრო, რომ ამ შენობის მფლობელები მდიდარი NGO-ები არიან. იმ არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც ესტონეთში არიან დარეგისტრირებული რაღაცა მისამაზე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ დანგრეული ხუხულა არის, წარმოშობს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს. ფონდები, რომლებიც ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, თავისთავად ცხადია, რომ აი ამ ავანტიურაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები თუ ქვეყნები თავს არიდებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მოწმობს იმას, რომ მათ რაღაცა აქვს დასამალი. ბუნდოვანმა პასუხმა უფრო მეტი კითხვები გაუჩინა მართლ გუნდს. პოლიტიკოსებად ქცეული არასამთავრობოების გაუმჭირვალედ დარჩენის იდეის მთავარი ავტორები მათი შეფასებით, სწორედაც რომ კონკრეტული სახელმწიფოები და დონორები არიან. ესეთი პასუხის მოწერა საერთოდ რო გაგაჩვენებულიყვნენ ალბათ ისჯობდა, ვინაიდან ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინეს და კიდევ უფრო მეტად დაადასტურეს, რომ როგორც ჩანს დასამალი მათაც ბევრი რამე აქვს და სინამდვილეში როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ გამჭვირვალობის პრინციპის წინააღმდეგ მოქმედებენ გარკვეული ძალები, ეს რა თქმა უნდა ამ ეგზალტირებული NGO-ების ნაცვლად არიან მათი დონორები. ჩვენი საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად ნათელი ყველაფერი, თუ როგორც ცდილობენ
დააფინანსოთ რადიკალიზმი საქართველოში, ალგებული ფონდებით, ალგებული ქვეყნის პირდაპირ ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით და გამორჩეულად მას შემდეგ, რაც USAID-დან დაიხურა შეერთებულ შტატებში. ბუნებრივია, რომ მე პასუხის გაცემა უკვე უჭირთ მალავენ საკუთარ არაკეთილსინდისიერ და თალკეულ შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ პირდაპირ მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. კიდევ ერთი სახელმწიფო, რომლის მისამართითაც კითხვები გაჩნდა, ნიდერლანდებია. ქვეყანა, რომელიც სიყალბის გამავრცელებელ ორგანიზაციას აფინანსებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევის კლასიკური მაგალითია. არ ვიცი ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს აღწევს, თუმცა მიუთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც. ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს. სირცხვილია. კანონის უგულებელ ყოფით უცხოეთიდან სოლიდური თანხის მიმღების მსურველების სამუშაო ადგილის გაყალბების გზას დაადგნენ. ასე მდიდარი NGO-ები ესტონეთში გადაბარგნენ, მაგრამ მხოლოდ მისამართით. ფინანსების დახარჯვა ისევ საქართველოში, ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის სურთ. 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. რა განისაზღვრება გრანტად და რა შემთხვევაში იქნება სავალდებულო უცხოეთიდან თანხის მისაღებად მთავრობის ნებართვა. ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად ამასაც არეგულირებს და განსაზღვრავს. ანა ბერძენიშვილი დეტალებით. სუვერენიტეტის დაცვა და დემოკრატიის გაძლიერება 7 კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სუსტდება გრანტის ცნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში თანხას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ვეღარ გადმორიცხავს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა ბოლო წლებში საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. ევრობიუროკრატები კანონის გვერდის სწავლის გზებს ხიად და დაუფარავად ეძებდნენ. ალბათონი მარტა კოსისგან, ასევე კავშირის წარმომადგენლისგან, გატონი ჰერჩინსკისგან გავიგეთ, რომ თურმე გამოყოფილია დიდი ოდენობით თანხა და ამავდროულად ბიუროკრატები, არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, პიროტექნიკის შესაძენად, მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი მასალების შესაძენად. შემდეგ მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა იმ ძალადობრივი აქციების დროს, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება, რადიკალებსა და ეგრეთ წოდებულ მდიდარ NGO-ებს არ მოსწონთ. სპეკულირებენ და იტყუებიან, როცა ამტკიცებენ, რომ ემიგრანტების საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ოჯახის წევრებს თანხას ვეღარ გადმოურიცხავენ. ასევე დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიმართ. თუ თანხა არის გადმორიცხული საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა. მიპასუხეთ, ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო მიზნები? როდესაც ოჯახის წევრი ოჯახის წევრს ურიცხავს კონკრეტულ თანხას, აქ პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური მიზანი სად არის? ამიტომ კიდევ ერთხელ ვერ გავიგე, ვინ ავრცელებს ტყუილებსო და ვინ ავრცელებს და თქვენი მეგობარი TI, მაგალითად კაპიტანი გიგაური. ის მედიები, ისეთი მედიები, როგორიც არის მაგალითად თავარი, TV პირველი, ფორმულა. გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური ესე რომ ვთქვათ, მოძრაობა აკრძალეს, პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ხო არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე? დიახ, შესაძლებელია რომ გავითვალისწინოთ და ჩვენს კანონმდებლობაში აღნიშნული შემთხვევები პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს. ცვლილებების მიღების შემდეგ აიგრძალება გარელობიზმი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დაიშება. დაიშება მეწარმე იურიდიული პირის, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავდება. ასევე პოლიტიკური პარტიების რეგულაციას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ. თუ პირი
ან პირები, უცხოელები მიიღებენ სახსრებს, ან გამოიყენებენ სახსრებს, რომელიც მიმართულია და დაკავშირებულია საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე, ესეც გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოების სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას. თუ მეწარმე-იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობით დაკავდება და ეს არ არის მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან და ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული, გთავაზობთ, რომ გამოიწვიოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირველ ჯერზე, ხოლო მეორე და ყოველ კონკრეტული შემდეგი შემთხვევა გამოიწვევდეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რადიკალებისა და მათი აქტივისტების მძიმე მდგომარეობას ეს კადრებიც ადასტურებს. პარლამენტის მიმდებარედ ნიკო მანაგაძის მიერ დაანონსებულ აქციაზე სულ რამდენიმე მოქალაქე მივიდა. ქვეყანაში უცხოური დაფინანსება შემცირდა, რაც აქციის მონაწილეების რაოდენობაზე პირდაპირ პროპორციულად აისახა. რატომ გახდა გამჭვირვალობის კანონი დონორებისათვის ბარიერი? საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველა კონკურსის გავლის შემდეგ გრანტზე უარი მხოლოდ კანონის მომზეზებით მიიღო. ეს მაგალითი მმართველი გუნდისთვის დამფინანსებელთა არაკეთილსინდისიერი მიზნების დადასტურებაა. ანუკე ჩხიკვაძის სიუჟეტი. გართულებული ნამდვილად არის მიღება გრანტის. უცხოელი დონორებისთვის პრობლემა არა ქართული კანონმდებლობა, არამედ მათი ფინანსების გამჭვირვალობა. ისინი, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის საფარქვეშ ხშირად რადიკალურ პროცესებს ახალისებდნენ, ახლა მათ თავიანთი გრანტების კეთილსინდისიერად გაცემა აღარ სურთ. ამის კარგ მაგალითად კი ჩხობაძის ეს ამბავიც გამოდგება, როცა მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველა კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან გრანტი უცხოეთიდან ვერ მიიღო, გამჭვირვალობის კანონი გახდა. გამარჯვებული ვიყავით ერთ-ერთ კონკურსში, იმიტომ რომ ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოვიდა, უცებ აბსოლუტურად გაუგებრად ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ გვითხრა ვარი. რაზე იყო ლაპარაკი? იცით, იყო ლაპარაკი, რომ კლიმატის ინდექსები უნდა დაგვედგინა გურიისთვის, რაც მიცემდა საშუალებას გურიის განვითარებას. მადლობ, ჩემი აზრით ვფიქრობ მე მივიღე პასუხი იმაზე, თუ სად არის წყარო იმისა, რომ იყოს დაფარული დაფინანსებებით. საქართველოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაურკვეველი მიზნებისთვის ფინანსების შემოტანა. ეს იყო ყველა იმ უცხოელი დონორის სურვილი, რომელიც თავის დროზე ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ცვლილებებს აკრიტიკებდა. სწორედ ამას უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იმ ფაქტს, რომ ახლა ქართული NGO-ებისა და მედიის უმეტესობა ესტონური გახდა. ქართული მედიის და ქართული სამოქალაქო სექტორის ნაწილი გახდნენ ესტონურები, სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებლობას თავი არიდოს, რეგისტრაცია გაიარეს ესტონეთში ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ ამ კანონისთვის აევლოდ გვერდი. პრობლემა სწორედ ის არის, რომ არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს ან გრანტის მიმღებს აქვს პრობლემა გამჭვირვალობასთან. პირველ რიგში სამწუხაროდ აქვს გრანტის გამცემებს. და ამ ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ სახელმწიფო გუნდისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ ხალხს ცოდნოდა რეალური მიზნები, რასაც დასავლეთიდან შემოსული შავი ფული ხმარდებოდა. ამ მიზნებს კი ყველაზე კარგად უახლოესი წარსულიდან ის კადრები ასახავს, როცა დონორების ფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იმ ახალგაზრდების გადამზადება მიმდინარეობდა, რომლებსაც შემდგომ პროცესების დესტაბილიზაციისთვის იყენებდნენ. პრობლემა არის მხოლოდ დონორებში და ძალიან გასაკვირია იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ გართულებულა, გარდა იმისა, რომ გამჭვირვალე უნდა გამختارიყო მათი დაფინანსება და უნდა შეეთანხმებინათ მთავრობასთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დონორები, რომლებიც თავს არიდებენ მთავრობასთან გრანტის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ისინი აფინანსებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სწორედ მაგიტომ ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, არ მიიღონ მონაწილეობა გრანტების გაცემაში. მას შემდეგ, რაც ეს გამჭვირვალობა უზრუნველყავით ჩვენ, მათი მხრიდან უკვე მინიმუმამდე არის დაყვანილი დაფინანსება და ფონდების განთავსება საქართველოში, რაც კიდევ უფრო უარესია, მათი მხრიდან უკვე ჩრდილოვანი გზებით არის ქართული NGO-ების დაფინანსება ორგანიზებული, რისთვისაც სწორედ იმ პრევენციულ ცვლილებებს ვიღებთ, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა. უცხოელი დონორების ქცევა და უკმაყოფილება მათ რეალურ მიზნებზე ბევრ რამეს ამბობს, თუმცა დაუსაბუთებელ კრიტიკაზე ოფიციალურ თბილის მარტივი პასუხი აქვს. საქართველოში უზენაესი კანონია და მასზე გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს. 24 საათში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 60 ადამიანი გამოავლინა. 45 დააკავეს, 15 ბრალი წარედგინა, ნაწილს დაუსრებლად, ნაწილს საპატიმროში. მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი.
სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით 45 დაკავებულით დასრულდა. დაკავების ოპერაციის პარალელურად პასუხისგებაში მისცეს კიდევ 15 ადამიანი, აქედან 3 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. თბილისსა და სამეგრელოში სპეცდანიშნულების რაზმი ერთდროულად იყო მობილიზებული. დაკავებულების ნაწილს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან სუხო, პაატა, თბილისკი, ტუხა, ჯვარსკი, ბალუ, ჩაყანიჩი, მაჩვიჩი, დარჩო, წერტილა, წიოკა. ამ მეტსახელებით ადამიანები ეგრეთ წოდებული ქურდული წესებით ფინანსურ დავებს არჩევდნენ, აგვარებდნენ, სანაცვლოდ კი თანხის ნაწილს ითხოვდნენ. დანაშაულებრივ სქემაში ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ ზუბილავას იგივე ჯვარსკის საკუთარი დედა და ძმა ყავდა ჩართული. გასაჯაროებული მტკიცებულებებით ირკვევა ისიც, რომ მსჯავრდებულს დედა სატელეფონო კომუნიკაციით ეხმარებოდა, დავალებებს ასრულებდა ძმაც. დაავრეკეთ ყველგან, დავაკავშირე რამაზი და ასე თქვეს. მაგას აქ ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ სალაპარაკო სწხვებს ეს არ გეხებათო ჩვენი ძმარიო, მეტი მუგოკო. ჩემდაც რა ქურდულთან შვილი თუა ქურდი, შვილია მაგის ზის. რევაზ უბილავას ბრალი ციხეში გააცნეს, მისი ოჯახის წევრები წალენჯიხაში დააკავეს. დაკავებული დედის და ძმის ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ სამართლებრივი პოზიცია არ აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ არ იცოდა დედამ, რომ შვილი იყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი? ხალ ბატონო, რომ იცოდა კანონიერი ქურდი იყო თუ არ იყო, თუ რამდენად გამზიარებელია დედა შვილის მიმართებაში. ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში საზღვარგარეთიდან ერთვებოდნენ სულხან ჯაფარიძე, იგივე სუხო და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად პაატა, თბილისკი. სქემა უცვლელია, ფინანსურ დავებს სარგებლის სანაცვლოდ არჩევდნენ. Короче, я и вот я сулებ ჩვენ ამას აქ 1000 ლარი короче ამის გადახდილი. და მე 1000 ლარი და მე 300 ლარი. 7300 ლარი აქვს სულ. იმასთან ისეთი დაჯერა მინდა 2000 გამოვაწევი. და მოდუდი ხო მიხეილა სულ. სიო მოშა გათო. დაჟე უსრომა გულმას როდარეკო სიმო. ასკუდა გადახილი. ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მიმართვის ბრალდებით დაკავებული ლევან იმედაშვილის, მეტსახელად ლევკას და ლევან შაყლაშვილის, იგივე წერტილას ადვოკატი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდებს ბრალდებულები არ იცნობდნენ. 24 საათში გახსნილი ორგანიზებული დანაშაულის რამდენიმე საქმის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ვაჟა სირაძე მისაუბრა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა როგორც პრიორიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდეს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითეული მოქალაქის უსაფრთხოება. 60 ბრალდებულს, მათ შორის 6 დაუსწრებლად, ხოლო 9 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის, ან ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლებრივი დევნა 60 ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებულებს ეგრეთ წოდებულ ქურდული სამყაროს წევრობას, საქმიანობის მხარდაჭერას მიმართვას და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდობას ედავებიან. მუხლები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეეხება უცხოეთის სიახლეებს, უნგრეთი ევროკომისიას საპარლამენტო არჩევნებში ჩარების მცდელობაში ადანაშაულებს. ვიქტორ ორბანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს, რომლებიც ევროკომისიის მიერ მილიარდობით ევროთი ფინანსდებიან. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, მისი მთავრობა მშვიდობას, სუვერენიტეტს ემხრობა და ეროვნულ ინტერესებს იცავს, რის გამოც ევროკომისიას დაბრკოლებას უქმნის და სწორედ ამიტომ გახდა მისი სამიზნე. მარიამ გიგანი გიამბობთ.
ევროკომისია უნგრეთს თავს ესხმის იმ ორგანიზაციების მეშვეობით, რომელსაც ევროპელი ხალხის კუთვნილი მილიარდობით ევროთი თავადვე აფინანსებს. წერს უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში. ზოლტან კოვაჩი აქვეყნებს უნგრეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არასრულ ნუსხას და აღნიშნავს, რომ მათი დახმარებით ევროკომისია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ერევა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების სრული ჩამონათვალი კი მოცემულია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის პატრიოტები ევროპისთვის მიერ ინიცირებულ პლატფორმაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური დღესწესრიგის გამოაშკარავების მიზნით შეიქმნა. ევროკომისია პირდაპირ აფინანსებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას მთელ ევროპაში. ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. სამოქალაქო საზოგადოების ტრადიციული პრინციპებისგან განსხვავებით ისინი საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ბრიუსელის ინსტიტუტებსა და მათ სურვილებს ახმოვანებენ. ევროკომისიის მხრიდან NGO-ების დახმარებით უნგრეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაზე საუბრობს უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლოც. იგი აღნიშნავს, რომ 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა, თუმცა 30,000-ზე მეტი გრანტის მიზნობრიობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ესენი არიან მთავარი მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციები უნგრეთში და ნახეთ როგორ იღებენ ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა ფულს. ისინი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ის, NED-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ფინანსდებოდნენ. ეს უნდა შეწყდეს. ოფიციალურ ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ ევროკომისიას უნგრეთის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა ვიქტორ ორბანის მთავრობის შეცვლის და ოპოზიციური პარტია ტისას მხარდაჭერის მიზნით სურს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბუდაპეშტი ბრიუსელის მითითებების შესრულებას დაიწყებს და აღარ გაუწევს წინააღმდეგობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირში უკრაინის გაწევრება ან უკრაინის დაფინანსება. ვიქტორ ორბანის თქმით, მისი მთავრობა, რომელსაც მშვიდობა სურს და ეროვნულ ინტერესებს იცავს, დაბრკოლებას წარმოადგენს ბრიუსელის მაშინ, როცა ევროკომისიას ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნა სურს. ცოტა ხნის წინ ევროპის სახალხო პარტიამ ზაგრებში ლიდერების შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წევრ სახელმწიფოებს ბრიუსელის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვეტოს უფლება ჩამოართვან და რომ ევროკავშირი უნდა გადაიქცეს სამხედრო ალიანსად. მე ყოველთვის ვესწრები ევროკავშირის ლიდერების საბჭოს, თუმცა ეს სხდომები უკვე ომის საბჭოებია. მშვიდობაზე თითქმის არ საუბრობენ. ღიად აცხადებენ, რომ უკრაინელების ხარჯზე სურთ ომის მოგება ფრონტის ხაზზე. ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა ერთად უნდა იმუშაონ და საკუთარი ქვეყნების ომში ჩათრევა არ დაუშვან. მოსალოდნელია თუ არა ამერიკის და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია. ბრიტანული გამოცემის ცნობით, უკრაინას დასავლელი პარტნიორები ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების მრავალ ეტაპიან გარანტიებს სთავაზობენ, რაც ევროპული ჯარების ჩართვას და უკიდურესი ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონის სამხედრო რეაგირებასაც გულისხმობს. ეს ვერსია კი მოსკოვისთვის მიუღებელია. სამშვიდობო პროცესი გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია რუსული აგრესიისაგან კიევის დაცვის რა მექანიზმი აისახება შეთანხმების საბოლოო ვერსიაში. თამარ გუცირიძე ამბობს. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ თუ რუსეთის სამშვიდობო ზავს დაარღვევს, სამ დღეში ამერიკა ომში ჩაერთვება. Financial Times-ის ცნობით, სწორედ ეს არის დასავლელ პარტნიორებთან კიევის შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიის გეგმა. გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე უკრაინის პარტნიორების რეაგირება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ 24 საათში მოსკოვი დიპლომატიურ გაფრთხილებას მიიღებს, თუ კი საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, უკრაინის ჯარს მსურველთა კოალიციის ძალები დაეხმარებიან, რომლის შემადგენლობაში ევროპის ქვეყნების ნაწილი, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი შედის. შეერთებული შტატების რეაგირება კი გეგმის მესამე ეტაპია. რეჟიმის დარღვევიდან 72 საათში ვითარების მასშტაბური ესკალაცია დასავლეთის ძალების კოორდინირებულ სამხედრო პასუხს ითვალისწინებს, შეერთებული შტატების სამხედროების ჩართულობით. უსაფრთხოების გარანტიების ბრიტანული მედიის ვერსიას პროვოკაციულს უწოდებს მოსკოვი. რუსეთი უკრაინაში ევროპული სამხედროების განთავსების წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, ნატოს გენერალური მდივანი კიევს არწმუნებს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მზად არის ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარი გააგზავნოს. საერთაშორისო კრიზისებისა და გამოწვევების მიუხედავად უკრაინისადმი ნატოს მხარდაჭერა არ შესუსტდება. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ იქნება ჯარები ხმელეთზე, თვითმფრინავები ჰაერში და გემები ზღვაში. შეერთებული შტატები ზურგს გაგვიმაგრებს. უსაფრთხოების გარანტიები მყარია, რადგან ვიცით, რომ ამ ომის დასასრულებლად შეთანხმება რთული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.
რთული გადაწყვეტილება უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის საკითხს ეხება. დასავლური მედია წერს, რომ უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ ვაშინგტონი კიევისგან სწორედ ამას ითხოვს. ევროპელი ლიდერები კი ირწმუნებიან, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების ამზადიშია საფრანგეთის პრეზიდენტი. საკითხის მომზადება ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ეს ხდება ღიად და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა დიალოგის საკუთარი არხები აღადგინონ. ემანუელ მაკრონმა რუსეთთან კონტაქტის აღდგენაზე უკვე მეორედ განაცხადა. სამშვიდობო პროცესის ფარგლებში დასავლელი ლიდერებიდან ვლადიმერ პუტინთან ხაზზე მხოლოდ დონალდ ტრამპია. ომის დაწყებიდან პირველად პუტინმა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის თხოვნის გამო უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმები 4 დღით შეწყვიტა. თუმცა დღეს იერიშები ახალი ძალით განაახლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ მასშტაბური თავდასხმის გამო კიევი რუსეთის დელეგაციასთან ხვალდაზე დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საკუთარ პოზიციას გაამკაცრებს. ავსტრალიის შემდეგ სოციალურ ქსელებზე წვდომას მოზარდებისთვის ესპანეთის ზღუდავს. აკრძალვა 16 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის დაწესდა. მთავრობის ინიციატივა მოსახლეობისათვის მისაღებია, მსგავს მექანიზმზე ევროპის სხვა სახელმწიფოებიც მსჯელობენ. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი. ესპანეთში 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომა ეკრძალებათ. სოციალურ პლატფორმებს კი მოთხოვნა დაუწესდებათ დანერგონ ასაკის დადასტურების სისტემა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პედრო სანჩესის მთავრობას არაერთხელ უჩივლია სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის, პორნოგრაფიული შინაარსის და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ. მათივე თქმით, ამას უარყოფითი ზეგავლენა აქვს ახალგაზრდებზე. დღეს ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში ხვდებიან, სადაც ისინი მარტო არაზროს ყოფილან განწირული გადაადგილებისთვის, დამოკიდებულების, ლანძღვის, პორნოგრაფიის, манипуляციის, ძალადობის სივრცეში. ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ჩვენ მათ ციფრული ველური დასავლეთისგან დავიცავთ. სანჩესი მომავალ კვირას ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს. ესპანეთის პრემიერი ამბობს, რომ ალგორითმულ манипуლირებასა და უკანონო შინაარსის მასალების გავრცელებას დასჯაც გახდის. ესპანელი პროკურორები კი შეისწავლიან ილონ მასკის გროკის, TikTok-ისა და Instagram-ის მიერ შესაძლო სამართალდარღვევებს. ამ რეფორმას ესპანეთის მოქალაქეები იწონებენ. სოციალური მედია უზარმაზარი კარიბჭეა. მას ბევრი კარგი რამ აქვს, მაგრამ ბევრი ისეთი რამ, რაც ცუდია და რადგან არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ უარყოფითი მხარე, უმჯობესია სოციალური მედია გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის დახურული დარჩეს. ვფიქრობ, რომ გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის შეიძლება კარგი იყოს, რადგან ვხედავთ, რომ არასრულწლოვანების უმეტესობა ამას არასწორად იყენებს. მომავალი თაობის მობილურ ტელეფონზე აშკარა დამოკიდებულებაზე საუბრობენ მადრიდის ქუჩებში. ყურადღებას ამახვილებენ ყველაზე მოწყვლად 16 წლამდე ასაკზე, როდესაც მოზარდი ვერ მართავს საკუთარ ემოციებს. სოციალური პლატფორმების არამიზნობრივმა მოხმარებამ კი მის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა შესაძლოა იქონიოს. დიახეს კარგი ზომა იმისთვის, რომ ბავშვები წავახალისოთ, რათა ერთმანეთთან ითამაშონ და პარკებში მობილურ ტელეფონებში არ იყვნენ ჩართული. ეს ზომა აუცილებელია, რადგან მჯერა, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჯერ არ არიან ისეთი დიდი რაღაცის მართვის უნარის მქონენი, როგორიცაა სოციალური მედია. ერთი თვის წინ ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა. ამ პრეცედენტს ყურადღებით აკვირდებიან მაგალითად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც მსგავსი ასაკობრივი ზომების მიღებას განიხილავენ. ვენეციაში 2026 წლის კარნავალი ოფიციალურად გაიხსნა. წელს ფესტივალი ზამთრის ოლიმპიადას ეძღვნება თემით ოლიმპოსი თამაშის საწყისებთან. რიგით 25 ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი მილანი და კორტინა უმასპინძლებს. ვენეცია ამჯერად მსოფლიოში ახსენებს, რომ კარნავალი არ არის მხოლოდ ზეიმი და ეს არის თამაში, რომელიც ყველას ეკუთვნის. შორენა კოპალეიშვილის სიუჟეტი. მოგესალმებით ყველას სან მარკოს მოედნიდან. ვენეციის კარნავალი 2026 გახსნილად გამოგვიცხადებია. ვენეციის მარადილ სილამაზეს კარნავალი რამდენიმე დღით ერთ დიდ სცენად აქცევს, სადაც მთავარი როლი თავად ვენეციას ეკუთვნის. გრანდ კანალის იგივე დიდი არხის მთავარი გმირი ტრადიციულად გიგანტური ვირთხა ხდება. ოლიმპოსი თამაშების სათავეებთან წელს იტალია, როგორც ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა, ვენეციის კარნავალსაც სპორტსა და ძველ მითოლოგიას უძღვნის. უნდა ვიამაყოთ, რომ ოლიმპიადა წელს იტალიაში ტარდება და იტალიას ამდენი რამის შეთავაზება შეუძლია მისი სტუმრებისთვის.
ოლიმპიადა და თამაში მხოლოდ ჩემპიონებს არ ეკუთვნით. მთავარი არის გამძლეობა და გადარჩენა, როგორც თავად ვენეციისთვის. ასეთი გზავნილის მატარებელია წელს ქალაქის ფოლკლორული სიმბოლო. როგორც ყოველთვის კარნავალის მონაწილეები წელსაც ტრადიციული ვენეციური კოსტიუმების კრეატიულობით გამოირჩევიან. საზეიმოდ მორთული ქალაქი თავის თავზე უყვება შენიღბულ სტუმრებს. თამაშის ვენეციურ სახეობაზე, რომლის დანიშნულებაც ყოველთვის იყო გადარჩენა და ბრძოლა დროის წინააღმდეგ. საოცრად შთამბეჭდავია ამდენი ადამიანის კოსტიუმებში ნახვა. მართლაც ზღაპრული ატმოსფეროა. ზამთრის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ვენეციის კარნავალის გახსნის შემდეგ საოპერო მექად აღიარებულ ქალაქში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველი მიღება ლასკალას თეატრში გამართა. მილან კორტინას ზამთრის თამაშების ოლიმპიადა 6 თებერვალს სან-სიროს სტადიონზე გრანდიოზული ცერემონიით გაიხსნება. ლასკალა წარმოადგენს იტალიურ სულისკვეთებას, ხელოვნებისა და ცხოვრების ღრმა სიყვარულს, შემოქმედების ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმას. იმავე სულისკვეთებით იტალია მიიღებს მსოფლიოს საუკეთესო ზამთრის სპორტის სპორტსმენებს. წელს ვენეციის კარნავალზე ოლიმპოს უძველესი მითები ვენეციის ისტორიას ერწყმის. აქ ყველას შეუძლია იყოს სხვა, ძლიერიც და სუსტიც, ჩემპიონიც და მაყურებელიც. დღის ყველა ამბებს კი ნახავთ გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუს წერტილი. ნახვამდის. ნახვამდის.